ანესის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე, რომელიც ანიმაციის ინდუსტრიაში მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ მოვლენად მიიჩნევა, წელს საქართველოს განსაკუთრებული წარმომადგენლობით წარსდგება. ფრანგულ ქალაქ ანესში ქართველი ანიმატორები როგორც საკონკურსო პროგრამებში, ისე პროფესიულ ბაზრობაზე საკუთარ პროექტებს საერთაშორისო აუდიტორიას გააცნობენ. შავიზღვისპირა ქვეყნების ანიმაციის პრეზენტაცია გვექნება. ეს არის 5 ქვეყნიდან თითო პროექტი და საქართველოსთან გამარჯვებული არის ლინა აკულაშვილის ბიჭუნა და კარალოკის ხე, რომელიც პირველად წარსდგება ესე საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე, გააკეთებენ პროექტის პრეზენტაციას ავტორები და ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ ერთობლივი წარმოებისთვის, პოპულარიზაციისთვის ესეთი ღონისძიება. ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის ახალი თოჯინური ანიმაციური ფილმი, როცა ზღვა იყო მშვიდი. აფხაზეთის თემაზე შექმნილ საავტორო ნამუშევარზე რეჟისორი წლების განმავლობაში მუშაობდა. ფილმი ომის, დაკარგული სახლისა და მეხსიერების თემებს ეხება და მისი მსოფლიო პრემიერა სწორედ ანესიში გაიმართება. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ანიმაციურ ფესტივალზე კონკურსში მონაწილეობა მნიშვნელოვანი აღიარებაა, როგორც თავად ავტორისთვის, ისე ქართული ანიმაციისთვის, რომელიც სულ უფრო ხშირად ხვდება საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ჩვენ ყველას გვაქვს ემოციური მეხსიერება სოხუმთან დაკავშირებით ჩემ თაობას და ჩვენ მშობლების თაობას, მაგრამ ჩვენ შვილების თაობას ეს ნაკლებად აქ ჩვენგან მოყოლით იციან ამბები და ეს მინდა რომ რაღაცნაირად რასაც აღბეჭდა ეს მათაც გაუზიარო და იმათვისაც იყოს ემოციურად მნიშვნელოვანი ან მეხსიერებაში და ემოციურად დარჩეს. ფესტივალის ფარგლებში ქართველი პროდიუსერი მარიამ კანდელაკი წელს სარეკლამო და სატელევიზიო ფილმების სექციაში ჟიურის წევრია. მისი შეფასებით ეს არა მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობა, არამედ ქართული ანიმაციის მიმართ გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის დასტურიცაა. საამაყო არის, რომ საქართველოს ესეთი დიდი ყურადღება მიექცა წელს ანესის ფესტივალის ფარგლებში. გარდა ამისა, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ქართული პროექტი იგი იქნება წარმოდგენილი ესე ვთქვათ, სამუშაო პროცესში მყოფი პროექტების სექციაში. კიდევ ერთი საკონკურსო ჩვენება იქნება DASI არის ეგეთი ანიმაციის და დიზაინის სკოლა საქართველოში და მათი სარეკლამო რგოლი იქნება წარდგენილი. ანესის ფესტივალი მხოლოდ კინოჩვენებებსა და დაჯილდოებებს არ მოიცავს. აქ იმართება საერთაშორისო ბაზრობა, სადაც ერთმანეთს რეჟისორები, პროდიუსერები, დისტრიბუტორები და ფესტივალის პროგრამერები ხვდებიან. იბადება ახალი პროექტები და ფორმირდება საერთაშორისო თანამშრომლობები. წელს მაგალითად საქართველოს უკვე მეხუთედ იქნება წარმოდგენილი ბაზრობაზე სტენდით, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი მხარს უჭერს. და ასევე გვექნება ანიმაციის კატალოგი წარმოდგენილი ქართველი ანიმატორების და ვიდეო რგოლი, რომელიც იტრიალებს ამ სტენდზე 3 დღის განმავლობაში. ქართულ ანიმაციასა და ანესის ფესტივალს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში 2014 წელს სპეციალური საგანმანათლებლო ვორქშოპი დაიწყო, რომელმაც საკუთარი პროექტების საერთაშორისო პროფესიონალებისთვის წარდგენის შესაძლებლობა არაერთ ახალგაზრდა ანიმატორს მისცა. 10 წლის თავზე გადავწყვეტეთ, რომ გაგვეხსნა შავიზღვისპირა ქვეყნებისათვის და მაგალითად ზაფხულში გამოვაცხადებთ პროექტების მიღებას და შემდეგ საერთაშორისო კომისია არჩევს 10 საუკეთესო პროექტს თითო ქვეყნიდან 2-2, ესე იგი რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, უკრაინა და საქართველო იღებს მონაწილეობას შავიზღვისპირა ქვეყნების ანიმაციური პროექტების პრეზენტაციის ვორქშოპში.
წლიდან წლამდე იზრდება ახალგაზრდა ანიმატორების ინტერესიც. გასულ წელს შავი ზღვისპირა ქვეყნების პროექტების კონკურსზე 95 განაცხადი შევიდა. სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ასეთი პლატფორმები ქმნის შესაძლებლობას, რომ ქართული ანიმაცია უფრო აქტიურად გამოჩნდეს მსოფლიო ინდუსტრიის რუკაზე და ახალი საერთაშორისო წარმატებების საფუძველი გახდეს.